უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისში, ჭავჭავაძის 55 ნომერში ალექსანდრე კონდრატენკოს სახელობის ქრონოკინეზოთერაპიის სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებს. ოჯახი, რომელიც მოსკოვიდან საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა, ადგილობრივებს ფიზიკური ჯანმრთელობისა და სრულყოფილი ცხოვრების მაქსიმალურ საშუალებას აძლევს. საქართველოში პირველად, სწორედ აქ, ამ ცენტრში პროცედურები მსოფლიოში ცნობილი, ეგრეთ წოდებული ბუბნოვსკის მეთოდით მიმდინარეობს. 1995 წელს მე ჩავედი მოსკოვში, მანამდე ქალაქგარეთ ცხოვრობდი და ყოველდღე მოსკოვში სიარული მიწევდა. ყოველდღე 7 საათი მგზავრობდი მატარებლით და 1 წლის შემდეგ ზურგის ტკივილები დამეწყო. მივმართე მოსკოვში არსებულ არატრადიციული მედიცინის კათედრას, სამედიცინო აკადემიას, სადაც ჩემი ორი მეგობარი მოღვაწეობდა, ერთი მეცნიერებათა კანდიდატი, მეორე კი ასპირანტი. თავდაპირველად ყველაფერი მარტივად მიმდინარეობდა. ჯერ გამიკეთეს მანუალური თერაპია და თავი უკეთესად ვიგრძენი, მაგრამ ყოველი პროცედურის შემდეგ თერაპია აღარ იყო საკმარისი. ამიტომ ნემსებს მიკეთებდნენ და ჩემზე საერთოდ ყველა უახლესი მეთოდი გამოსცადეს. მაგრამ ჯანმრთელობა მიუარესდებოდა. ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ვეღარ მოძრაობდი და ფაქტობრივად თვენახევარი ინვალიდი ვიყავი, ჯოჯოხეთური ტკივილები მქონდა. ექიმების თქმით, მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩებოდა, უნდა გამეკეთებინა ოპერაცია და ჩამედგა ტიტანის დისკი, მაგრამ მე გამიმართლა და წავიკითხე ერთი საინტერესო სტატია. სტატიაში ეწერა, რომ მსგავსი ოპერაციებიდან წარმატებული მხოლოდ 30% იყო, ხოლო პაციენტების 70% ინვალიდი ხდებოდა, რის შემდეგაც რეაბილიტაცია შეუძლებელი იყო. მერე კი ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული ბუბნოვსკის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც საკაცით მიმიყვანეს და სარეაბილიტაციო კურსი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯოჯოხეთური ტკივილები მქონდა, ამ თვენახევრის განმავლობაში დამოუკიდებლად პირველად მოვახერხე 4-ზე გავლა. 1 კვირის განმავლობაში ტრენაჟერებს შორის ვხოხავდი და ასე ვარჯიშობდი. 5 კილოსაც კი ვერ ვწევდი მაშინ, ხოლო 3 თვის შემდეგ აბსოლუტურად გამოვჯანმრთელდი და 60 კილოს აწევაც კი შემეძლო. გავიდა 19 წელი და მას შემდეგ საერთოდ არ მქონია ჯანმრთელობის პრობლემა. ახლა უკვე 100 და 150 კილოგრამის აწევაც კი შემეძლია და მე არ მაქვს არავითარი ტკივილი. ასევე შემეძლია ურთულესი ვარჯიშის შესრულება, რომელსაც კოსმოსი ჰქვია. ჩემს პაციენტებს 16 წლის ქვემოთ ამ ვარჯიშის გაკეთების უფლებას არ ვაძლევ. მე სრულიად ჯანსაღი ხერხემალი მაქვს და ამ ვარჯიშს თავისუფლად ვაკეთებ, რომლის დროსაც ბიომექანიკის დარღვევასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ მაქვს. როდესაც ჩემთან მოდის პაციენტი, ჯერ მოვუსმენ, რა პრობლემა აქვს და რა დროის განმავლობაში. შემდეგ ვაკეთებ დიაგნოსტიკას და მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს ვაძლევ რეკომენდაციას. ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია 3 ასპექტზე. ეს არის ფიზიკური ვარჯიში, სწორი კვება და ორგანიზმის გასუფთავება. მკურნალობას კომპლექსურად უნდა მივუდგეთ, მხოლოდ კონკრეტული პრობლემის მკურნალობით მცირე ეფექტს მივიღებთ. ამიტომ ჩვენს ცენტრში ხდება კომპლექსური მკურნალობა. ეს პირველ რიგში ტრენაჟერებზე ვარჯიშია, რადგან ხერხემალთან დაკავშირებული ყველა დაავადება იწვევს სისხლმომარაგების პრობლემას. ამიტომ დაავადების მიზეზის აღმოფხვრვის გარეშე ეფექტური შედეგი ვერ მიიღწევა. ჯერ ვილაპარაკებ და შემდეგ კიდე გავაგრძელებ ვარჯიშს. მინდა გითხრათ, რომ ცხოვრებაში ხშირად არ ხდება, როდესაც ადამიანი შეხვდება ხოლმე მეორე ადამიანს, რომელსაც შეუძლია უშველოს, გიშველოს, მის ჯანმრთელობას უშველოს, ფეხზე დააყენოს, როგორც არის ნათქვამი, ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიაო. ბატონი ალექსანდრე კონდრატენკო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს თბილისში, მისია ეს გადავარქვა არც ვიცი სავარჯიშო ადგილი თუ კლინიკა, ბევრი გაჭირვებული და ბევრი დავრდომილი ნახა. მე რატო გიყვებით იცით ამას? მეც გაჭირვებული ვიყავი უაღრესად. აქ წელის პრობლემები მქონდა, სხვათა შორის ოპერაციის შემდეგ და მისმა ჩარევა, მისმა მითითებებმა, აი აქ ვარჯიშმა, სადაც ახლა ვიმყოფებით და მასაჟმა დამაყენა ფეხს. გთავაზობთ ყველას, ახლა მე მომღერალი გახლავართ, ხმაც მომემატა სხვათა შორის. ვინტომ მომღერლებს თავაზობ, მოვიდნენ და იარონ აქ. ჯერ ერთი ფიზიკურად კარგად იქნებიან, მეორეც ერთი ღმერთმა არ გაგიჭიროთ და ადგილი არის, სადაც შეიძლება ძალიან ადვილად მოუაროთ თქვენ თავს.
რა ვიცი, რა მოგიყვეთ, ბევრი რაღაც ზღაპრები დადის ხოლმე, მაგრამ აქ ზღაპრებს ადგილი არ აქვს, აქ არის რეალური დახმარება გაჭირებული ადამიანების, გაჭირებული ხალხის. სხვათა შორის მარტო წელს არა, მარტო ძვალსახსროვან სისტემას არ შველის, არამედ კუნთოვან სისტემას. და ალბათ ეს ადგილი თუ ქვია ისა ადგილზე და სწორედ დააყენა ადამიანმა მომართა, მაშინ ეშველება კიდევაც მის ჯანმრთელობას. ეხლა მე გავაგრძელებ კიდევ ვარჯიშს. თქვენ კი გთავაზობთ მოსვლას და ვარჯიშს აქ ბატონ ალექსანდრესთან. სხვათა შორის ვაკეშია ისე რომ გეშველებათ. მოგესალმებით. მე მქონდა პრობლემები, ზურგის პრობლემები მქონდა, ძალიან სერიოზული პრობლემები მქონდა. ანუ მე ვიყავი თოდუაზე, გადავიღე ყველაფერი, სურათიც გადავიღე, ყველაფერიც. ანუ გამოსვლის შემდეგ მე მითხრეს, რომ თქვენ აუცილებლად გჭირდებათ სასწრაფო ოპერაცია, რომელსაც რომ მე არ დავთანხმდი და გავიკითხე, იყო ასეთი რეაბილიტაციის ცენტრი, ალექსანდრეს ცენტრი, აქ ვაკეში, სადაც მოვაკითხე მე და დავიწყე აქ მკურნალობა. ანუ მასაჟები, ეს ტრენაჟორები და ესენი ეს ყველაფერი. უკვე მეხუთე სეანსია დღევანდელ დღეს, როცა რომ აქამდე დავდიოდი მე ჯოხით, დღევანდელ დღეს მე ეს ჯოხი აღარ მჭირდება, ანუ გადავადგილდები მე თვითონ ჩემით და შედეგი მაქვს, საუკეთესო შედეგი მაქვს ამ მეხუთე სეანსის შემდეგ. ანუ ვიკეთებ 12 სეანსს და იმედია რომ ყველაფერი იქნება ისე როგორც რომ მითხრეს და ნუ ამას მე თვითონ ვგრძნობ რა თქმა უნდა უკვე დღე და დღე უკეთესობისკენ მიდის ეს ყველაფერი. ასე რომ დავდივარ ბოლნისიდან და მკურნალობ ძალიან კარგი შედეგი მაქვს ერთი სიტყვით და მოგმართავთ ყველას თუ კი ვისმეს გიჭირთ საიმისოდ შეგიძლიათ მობრძანდეთ და ჩვეულებრივად თქვენი ჯანმრთელობა აღიდგინოთ ისე როგორც რომ სიტყვაზე იყავით ერთი კვირის უკან ან ერთი წლის უკან და რა ვიცი ასე შემდეგ რა. მე დიდი კმაყოფილი ვარ ამ კლინიკის. რა ვიცი მეტი როგორ არ აგითხრათ, რა ვიცი ძალიან კარგად ვარ, კარგად გძნობ თავს ერთი სიტყვით რა. კონფუცი ამბობდა, თუ კი ადამიანმა დაკარგა ფული, მას არაფერი დაუკარგავს, თუ კი დაკარგა დრო, ბევრი დაუკარგავს, ხოლო თუ დაკარგა ჯანმრთელობა, მაშინ ყველაფერი დაუკარგავს. ნებისმიერ ადამიანს რომ მკითხოთ, გინდა თუ არა შენი სიცოცხლე დასრულდა სკივილებით, ავადმყოფობით, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ ეს არ სურს, მაგრამ რას ვაკეთებთ ამის თავიდან ასაცილებლად? უმეტესობა ჩვენგანი არაფერს არ ხეინა და უდარდელად ვატარებთ დროს და როცა მოდის ავადმყოფობა, გვინდა რომ მოხდეს სასწაული, გსურს გამოჯანმრთელება და სამაგიეროდ აბების გადაყლაპვის, მასაჟის გაკეთების, ან კი მალამოს წასმის, გარდა არაფრის გაკეთება გვინდა. რაღაც დროის განმავლობაში ჩვენ ვახერხებთ მდგომარეობის შემსუბუქებას. თითქოს ტკივილებიც ნელდება, მაგრამ დროთა განმავლობაში პრობლემა კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით ბრუნდება. აბები აღარ შველის და მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, ხოლო ჩვენ კი ცხოვრების წესს არა და არ ვიცვლით. ადამიანები ყიდიან ყველაფერს, მანქანას, სახლს, ოღონდაც კი ავადმყოფობისა გაგათავისუფლდნენ, მაგრამ მაინც ტკივილებით კვდებიან, ვინაიდან ვერ იაზრებენ ჰიპოკრატეს სიტყვებს, მკურნალობს ექიმი, მაგრამ მკურნავს ბუნება. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიცოცხლებთ. შემთხვევების 80%-ში თავად ვართ დამნაშავე ჩვენს ავადმყოფობაში. 3 წელს წინ მე მყავდა პაციენტი მამა ნიკოლოზი, რომელსაც ტანჯავდა ტკივილები წელის არეში. მაგნიტორეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მას ხერხემლის მალთაშორისი თიაქარი ჰქონდა. 2 წელი იგი მკურნალობდა თბილისის სხვადასხვა კლინიკაში და ჩემთან უკვე ტროსტით მოვიდა. 3 პროცედურის მერე მას უკვე აღარ აწუხებდა ტკივილები და ხელჯოხიც აღარ სჭირდებოდა. კონსულტაციის დროს მე მას ვკითხე, როგორ ასრულებდა მეტანიებს. მიპასუხა, რომ ექიმებმა მას ეს აუგზავნეს ისევე როგორც მუცელზე წოლა და ნებისმიერი სიმძიმის აწევა. ურჩია სპეციალური ვარჯიშების გარდა გაეკეთებინა მეტანია ლოცვის დროს. დროთა განმავლობაში კი მათი რიცხვი 100-მდე გაეზარდა. თვის ბოლოს მითხრა, რომ იგი დღეში 200 მეტანიას ასრულებდა. სპეციალური ვარჯიშების დანიშვნის შემდეგ იგი თვენახევრით გაემგზავრა მონასტერში. იქიდან დაბრუნებულმა კი სიხარულით მაჩვენა სურათები, რომლის მიხედვითაც მას აღარ ჰქონდა თიაქარი. ზუსტად ისე, როგორც კონსულტაციაზე ვუთხარი. სისხლის მიმოქცევის
აღდგენის მერე ჩვენი ორგანიზმი თვითონ გაიწევს თიაქარს. უზომო იყო ექიმების გაკვირვება, როცა მათ ნახეს ტომოგრაფიის ახალი სურათი და შეადარეს იგი ძველს. ისინი უბრალოდ ვერ იჯერებდნენ, რომ პაციენტს ოპერაცია არ გაუკეთებია. ახლა იგი მაღალმთიან აჭარაშია და მონასტრის აღდგენითაა დაკავებული, სადაც მას უწევს 3 მეტრიანი თოვლის წმენდა და სიმძიმეების აწევა. ვერავინ იჯერებს, რომ მას თიაქარი ჰქონდა. იგი ამბობს, რომ დღეში 1500 მეტანიეს აკეთებს და რომ ადრე ეშმაკი არ ანებებდა მას გამოჯანმრთელებას. არაფერს მოაქვს ისეთი ბედნიერება, როგორც გადაადგილების თავისუფლებას, მაგრამ ამას ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიზიარებთ, როცა ავადმყოფები ვწევართ ლოგინში და ტკივილში, შით განძრევაც კი არ შეგვიძლია. შეეცადეთ მიპასუხოთ, რომელიც ცხოველი დადის თავიდან 4 წელს შემდეგ 2-ზე და ბოლოს 3 ფეხზე. ლეგენდის მიხედვით მხოლოდ ედინმა შეძლო სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რომ ეს ადამიანია ბავშვობაში, იგი დახოხავს, ზრდასრული დადის, მოხუცი კი ჯოხით გადაადგილდება. ძველ მითში აისახა ადამიანის ერთ-ერთი პირველი დაავადება, ხერხემლის ოსტეოქონდროზი და მისი უმძიმესი ფორმა მალთაშორისი თიაქარი. ოსტეოქონდროზი არის დეგენერატიულ დისტროფიული პროცესების შედეგი. ლათინური სიტყვა დეგენერარე ნიშნავს გაქრობას, განვითარების შეწყვეტას. დისტროფია კი კვების არქონაა, ანუ კვების დარღვევა, რომელიც ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს. სწორედ კვება არის ძირითადი ცნება დეგენერატიულ დისტროფიული პროცესების გაშიფვრისას. ეს არის საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირების დარღვევა. ამ პროცესზე პასუხისმგებელი კი კუნთებია. ეს არის ფაქტი, რომელზეც აუცილებელია ყურადღების გამახვილება, როცა ხდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევის მკურნალობა. სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყველა მეთოდი, რომელიც დღეისათვის დეგენერატიული დისტროფიული პროცესების სამკურნალოდ გამოიყენება, ძირითადად მიმართულია მხოლოდ ტკივილის მოსახსნელად, ორიენტირებულია შედეგის და არა მიზეზის აღმოფხვრაზე. თუ კი ტკივილს მედიკამენტოზური საშუალებით შევაჩერებთ, დაიკარგება ნერვებსა და კუნთებს შორის კავშირი, რის შედეგადაც ორგანიზმი თავს ანებებს ავადმყოფობასთან ბრძოლას და თვითაღდგენის პროცესი ჩერდება. დროებითი შეჩერების შემდეგ ტკივილი ისევ ბრუნდება, თუმცა უკვე უფრო მეტი ინტენსივობით, რის გამოც მის გასაყუჩებლად უფრო მეტი პრეპარატია საჭირო. მაგრამ ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როცა ტკივილის შესაჩერებლად უკვე უძლურია ნებისმიერი საშუალება და ერთადერთი გამოსავალი უმეტესი ნეიროქირურგების აზრით არის ოპერაცია. დღეს უკვე თითქმის ყველა ქირურგი, რომელიც ვერტებროლოგიის სფეროში მუშაობს, ეთანხმება იმ ფაქტს, რომ თიაქარის ოპერაციით მოშორებას მოჰყვება რეციდივი, თიაქარის ხელმეორე წარმოშობა და ასევე სხვადასხვა პოსტქირურგიული გართულებები. ოპერაციის განმეორებას კი ხერხემლის ბიომექანიკის უფრო მეტი დარღვევა მოჰყვება, რაც შემდეგ კომპენსაციური მექანიზმების დესტაბილიზაციას იწვევს. შედეგად პაციენტთა უმეტესობა ინვალიდი ხდება. პოსტოპერაციული რეციდივების წარმოქმნაში ქირურგი დამნაშავე არ არის და არ შეიძლება იყოს, ვინაიდან ქირურგი არ კურნავს, არამედ უბრალოდ აშორებს თიაქარს. ქირურგს არ შეუძლია უმკურნალოს ოსტეოქონდროზს, რაც არის თიაქარის პროტრუზიის, სპონდილიოზის და ხერხემლის სხვა გართულებების უპირველესი მიზეზი. ოპერაციის შემდეგ ახალი თიაქარის იმავე ადგილზე წარმოშობას ვერ გავექცევით, ვინაიდან მიზეზი გამომშრალი დისკის ფრაგმენტები რჩება ადგილზე და ნებისმიერი მოძრაობა მათ დურალურ სივრცეში ხელმეორე გამოფრქვევას იწვევს. ხშირად თიაქარის ზემოთ და ქვემოთ მდებარე დისკებზე წარმოიქმნება. ამის დამადასტურებელი არაერთი ტომოგრაფიული სურათი არსებობს, ვისაც ეჭვია პარება ოპერაციიდან 3-6 თვის შემდეგ შეუძლია მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გაიგოს. კინეზითერაპიის მეთოდი ერთადერთია, რომელიც პაციენტს უბრუნებს სრულყოფილ ცხოვრებას შეზღუდვების გარეშე. ჯანმრთელობის აღდგენა ტიტანური შრომაა, თუმცა კი აუცილებლად მიაღწევთ მიზანს თუ კი 3 წელს მიყვებით. მოთმინება შრომა და დაჯერება. უცნობია, როგორც არ იმართებოდა ჩემი სიცოცხლე, რომ არ განმეცადა და ინვალიდობის საშინელება. 1997 წელს, როცა მიჯაჭვული ვიყავი, ლოგინს და საშინელი ტკივილებით ვიტანჯებოდი, წლის განმავლობაში მე მკურნალობდნენ ჩემი მეგობრები. ერთი მედიცინის კანდიდატი, ხოლო მეორე არატრადიციული მედიცინის კათედრის ასპირანტი მოსკოვის სამედიცინო აკადემიაში. ჩემზე იქნა გამოცდილი უახლესი მეთოდები, რაც კი იმ დროს იყო ცნობილი. მე მკურნალობდნენ კათედრის საუკეთესო პროფესორები. ვერ ვიტყვი, რომ ეს მეთოდები საერთოდ ვერაფერში დამეხმარა, მაგრამ ეფექტი იყო ძალზე ხანმოკლე. წლების შემდეგ მე მივხვდი, თუ რატომ არ მშველოდა ეს მეთოდები. ჩემს მკურნალობას აკდა ყველაზე მთავარი, სწორი ფიზიკური ვარჯიშები. უკანასკნელი 6 თვე ყავარჯნებით დავდიოდი, შემდგომში კი მწოლიარე ავადმყოფად ვიკეცი. მაგნიტორეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ მე მქონდა 21.5 სიგრძის და 4.5 სიგანის თიაქარი და მის მიერ დურალის ტომარა 60% იყო შევიწროებული. საჭირო იყო სასწრაფო ოპერაცია, თუ არა და როგორც მე მითხრეს, არსებობდა პარალიზების საფრთხე, რის შემდეგ კათეტერების ჩაყენება იქნებოდა აუცილებელი. ჩემი მეგობრები მირჩევდნენ ტიტანის დისკის ჩაყენებას, მაგრამ ღვთის წყალობით მე წავიკითხე სტატია, სადაც ეწერა, რომ ასეთი ოპერაციები 70% წარუმატებელი იყო. ინვალიდის სავარძელს მთავრდებოდა და მხოლოდ 30%-ის შემთხვევა ამართლებდა. მე მქონდა საშინელი ტკივილები, გამოყუჩებლები და რელაქსანტები აღარ მშველოდა. 80 კილოგრამიდან დავიკელი 50 კილოგრამამდე.
უკვე მზად ვიყავი ოპერაციის გასაკეთებლად, მაგრამ ჩემი მეგობრებისაგან მე ვითხოვდი გარანტიას, რომ ეს ოპერაცია იმ 30%-ში მოხდებოდა, რომელიც წარმატებით სრულდება. ჩემთვის საბედნიეროდ ისინი ასეთ გარანტიას ვერ მაძლევდნენ. ტკივილების დროს მე ვყვიროდ ღმერთ ორისთვის მტარჯავ ასე ძლიერ. ბუბნოვსკის ცენტრში გავლილი 3 თვიანი კურსის შემდეგ უკვე სრულიად ჯანმრთელ ადამიანად ვიქეცი. მას შემდეგ 17 წელი გავიდა, მაგრამ მე არანაირი პრობლემა ხერხემალზე არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებისათვის 150 კილოგრამის აწევაც კი მიწევს. გამოჯანმრთელების შემდეგ მე მუშაობა დავიწყე ბუბნოვსკის ცენტრში და როცა იქ მძიმე ავადმყოფი მოიყვანეს, მე მივხვდი, რომ ღმერთი ამ ავადმყოფობით კი არ მსჯიდა, არამედ პირიქით მასწავლიდა. როცა პაციენტი მეუბნება, რომ სკივა, მე ვიცი ეს რას ნიშნავს და რაც ყველაზე კარგი, მე ვიცი თუ როგორ დავეხმარო მას ამ ტკივილის ერთხელ და სამუდამოდ მოშორებაში. დღეს მშობლების წინაშე დგას ძალიან აქტუალური პრობლემა ოსანკი დარღვევა ბავშვებში. კიფოზი, სკოლიოზი, ოსანკის ჩამოყალიბება იწყება ადრეული ბავშვობის პერიოდში და მიმდინარეობს ძვლების ზრდის დასრულებამდე. მოზარდის ჩონჩხი სწრაფად იზრდება, მაგრამ წელის კუნთები ვერ ასწრებენ ასე სწრაფად ჩამოყალიბებას, გამაგრებას, რის შედეგადაც წელის კუნთები ხერხემლის გაწრილ იჭიმება და საყრდენი ფუნქცია საკმაოდ უქვეითდება. ანუ წელის კუნთები ვინაიდან არის სუსტი, ცუდად იჭერს ოსანკი. ყოველივე ამის შედეგად ბავშვს უჭირს დიდხანს სწორად დგომა ან ჯდომა. კუნთები იღლებიან და იგი წელში იღრება. ამის შემდეგ კი ხერხემლის მკერდის უბნის კუნთები კიდევ უფრო იჭიმებიან და ნაწილობრივ ატროფირდებიან. მათი საყრდენის გარეშე კი ხერხემლის მალები დიდი ხნის დგომის ან ჯდომის დროს განიცდიან დიდ წნევას, რის შედეგადაც იხრებიან და ნამგალისებურ ფორმას იღებენ. ოსანკი დარღვევას მივყავართ მძიმე სიმპტომკომპლექსებსა და შინაგანი ორგანოებისა და სისტემების ნატოლოგიამდე. ასაკთან ერთად ჩნდება ტკივილი, წელისა და კისრის არეში, ასევე თავის ტკივილი, მხედველობის გაუარესება და სმენის დარღვევა. ოსანკის დარღვევის კიფოზი, სკოლიოზი, მკურნალობა მხოლოდ მასაჟებით, ცურვით, ცეკვით ან კორსეტის ტარებით შეუძლებელია. კორსეტის ტარებისას თითქოს ერთი შეხედვით მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა სინამდვილეში კუნთები დატვირთვისაგან გადარჩევის გამო კიდევ უფრო მეტად ატროფირდებიან. ბუბნოვსკის ცენტრის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დედებს, რომლებიც მშობიარობამდე რეგულარულად სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდნენ, აბსოლუტურად ჯანმრთელი და 7 ბავშვები ეყოლათ, რომლებმაც სიარული 1 წლის ასაკამდე დაიწყეს. ბავშვები ადრეული ასაკიდანვე უნდა მივაჩიოთ ფიზკულტურას, რასაც თამაშის ფორმა უნდა მივცეთ. ბავშვები უნდა აკეთებდნენ აზიდვებსა და პრესის ვარჯიშებს. ასეთ შემთხვევაში მათგან გაიზრდება ფიზიკურად, ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც არც სიგარეტს მოსწევს და არც ალკოჰოლს გამოიყენებს ბოროტად. თუ თქვენ მოძებნით გინესის რეკორდსმენ ყველაზე ძლიერ 5 წლის ბავშვს ნახავთ, მას თუ როგორი ფენომენალურად განვითარებული კუნთები და როგორი სწორი ოსანკი აქვს. ამიტომაც საჭიროა, რომ ბავშვები შეძლებისაგვარად 1-2 წელი მაინც ვარჯიშობდნენ სპორტულ ტანვარჯიშში და არა ცურვაში, სანამ არ ჩამოყალიბდება კუნთების ძლიერი კორსეტი. მე მყავდა პაციენტი საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრებიდან, რომელიც ბავშვობიდან ვარჯიშობდა, მაგრამ მაინც კიფოზი ჰქონდა. განვიხილოთ ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემი, როგორიცაა არტერიული წნევა. იგი ორგანიზმის სწორი ფუნქციონირების ნიშანია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ყოველწლიურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით 17-18 მილიონი ადამიანი იღუპება. წნევის დარღვევის მქონე ადამიანებს ჯანმრთელებთან შედარებით 7-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ სისხლის მიმოქცევის დარღვევა ტვინში, ინსულტი, 4-ჯერ უფრო ხშირად გულის იშემიური დაავადებები და 2-ჯერ უფრო ხშირად ფეხებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. არტერიული წნევის გაზომვით უნდა დავიწყოთ ისეთი დისკომფორტული შეგრძნებების მიზეზების ძებნა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თაბრუსხოვა. დაახლოებით 90% შემთხვევაში წნევის მომატების მიზეზი უცნობია. ასეთ შემთხვევაში ესენციური, ანუ პირველადი ჰიპერტენზია ჰქვია. ზოგჯერ წნევის მომატების მიზეზი ხდება ენდოკრინული სისტემის მუშაობის დარღვევა, ან კი თირკმელების ავადმყოფობები, მაგრამ ეს მხოლოდ 10-15% შემთხვევებში. ორთოდოქსული მედიცინა წნევის მკურნალობისათვის მედიკამენტოზურ მკურნალობას გვთავაზობს. მაღალი წნევის მქონე ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერი გარემოება, რომელიც გულის დატვირთვას იწვევს. მიოკარდიუმის ინფარქტი არის გულის კუნთების მდგომარეობა, უпростоრად კი მათი კრახი სადამდეს ადამიანი ადრე თუ გვიან მიდის. თუ კი იგი გულის ტკივილს, სტენოკარდიას მხოლოდ მედიკამენტოზურად ებრძვის, მაგრამ თუ კი ადამიანი ტკივილის გაჩენისთანავე დაფიქრდება მის მიზეზებზე, რომელიც გამოწვეულია დაბალი კუნთოვანი აქტიურობის გამო გულის კოლონარულ სისხლძარღვებში სისხლის ცუდი მიწოდებით, მაშინ შესაძლებელი გახდება ინფარქტის თავიდან აცილება. ყოველდღიური სპორტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკაა. ექსპერიმენტალურადაა დამტკიცებული იმისათვის, რომ გული იყოს ჯანმრთელი, ამისათვის საჭიროა ყოველდღიურად 30 წუთის განმავლობაში ინტენსიური დატვირთვა. ნევროლოგიური საზოგადოების მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში 15 მილიონამდე ინსულტის შემთხვევა ფიქსირდება. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის სტრუქტურაში მთავარი ადგილი იშემიურ ინსულტს უკავია. ტვინისათვის იშემია ძალიან საშიშია, ვინაიდან საკუთარი ფუნქციის შესასრულებლად ტვინი ხარჯავს მთლიანი მოხმარების 50%. არტერიული წნევის დაწევით ჩვენ ვამცირებთ თავის ტვინში სისხლის მიწოდებას, რითაც ვამცირებთ მისთვის ჟანგბადის მიწოდებასაც, რაც იშემიური ინსულტის გამოწვევის საშიშროებას იწვევს. მიმდინარეობს მუდმივი ბრძოლა ტვინი ჰიპოქსიის შედეგად წნევის მომატების ბრძანება
ბრძანებას იძლევა იმისათვის რომ მიიღოს მეტი სისხლი და შედგა ჯანგბადი. ჩვენ კი აბებით ვწევთ წნევას დაბლა ისე რომ მის მიზეზს არც კი ვეძებთ. აბები შხამია მიკროდოზებით, რომლებიც ორგანიზმში გროვდება და შემდეგ გვერდითი მოვლენებს იწვევს, რასაც შედეგად ცდებს სხვა ისეთი დაავადებების განვითარება, როგორიცაა თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები, ვენების გაფართოება, ტრომბის წარმოქმნა და სხვა. არტერიული წნევა, ისევე როგორც ტემპერატურა, არის მოცემული კონსტანტა და ნებისმიერ ასაკში არ უნდა აღემატებოდეს 20 მერვეც +-5 ერთეული. მისი ნებისმიერ მხარეს გადახრა ორგანიზმის პრობლემაზე მიუთითებს. არტერიული წნევის დასაწევი პრეპარატების დიდი ხნით გამოყენება ზოგ შემთხვევაში ალცჰეიმერის დაავადებას იწვევს. ალცჰეიმერის დაავადება პროგრესირებადია, რომელიც იწვევს ნახშირების დაქვეითებას, ხასიათის ცვლილებას, კონცენტრაციის უნარის დაკარგვას. პაციენტები თანდათანობით კარგავენ ჩვეულებრივი მოქმედებების განხორციელების უნარსაც კი, კარგავენ ორიენტაციის უნარს. მათი მეტყველება ხდება არეული, ეკარგებათ მოძრაობის კოორდინაცია. რაღაც ეტაპზე კი ვერ ცნობენ ახლობლებს, ავიწყდებათ საკუთარი სახელი და მისამართი. ასეთი ავადმყოფის მოვლა ძალზე რთულია, ვინაიდან მათი მარტო დატოვება არ შეიძლება, ისინი ვერ იაზრებენ და ვერ აკონტროლებენ საკუთარ ქცევებს. რატომ ჩნდება შემთხვევების 95% მომატებული არტერიული წნევა და რატომ ვერ ხერხდება მისი დაკლება? იმიტომ რომ მკურნალობენ შედეგს და არა მიზეზს. მიზეზები კი ძალზე ბევრია. უპირველესად ჰიპოდინამია, მოძრაობის უკმარისობა. ან კი ადამიანის ერთ და იმავე პოზაში საათობით ყოფნა, პროგრამისტები, მძღოლები, ტელევიზორის მოყვარულები, ასევე ფსიქოემოციური ფაქტორები, ძარღვების ელასტიურობის დაკარგვა, ქვედა კიდურების კუნთების ტონუსის დაკარგვა, არასწორი კვება და ასე შემდეგ. მაღალი წნევის ერთ-ერთი მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ადამიანის მიერ კუნთოვანი მასის დაკარგვა, ვინაიდან კუნთებიც ასევე ასრულებენ სატრანსპორტო ფუნქციებს და ხელს უწყობენ სისხლის მიმოქცევას. ჩონჩხის კუნთები შესდგებიან კუნთოვანი ბოჭკოებისაგან, რომლებიც გარკვეული სიხშირით პულსირებენ და ზემოქმედებას ახდენენ ახლო მდებარე ძარღვებზე. შეკუმშვისას ისინი სისხლის მიმოქცევას უწყობენ ხელს. ეს ჩვენი ორგანიზმის ძალზე ძლავრი ძრავაა, ვინაიდან ადამიანის ორგანიზმში 700-მდე კუნთია. მათი შემწომწოდებელი ფუნქცია ძალზე დიდია. 35-40 წლის ასაკში ადამიანი კარგავს საკუთარი კუნთოვანი მასის დაახლოებით 28-30% და პირველად შეეგრძნობს ისემიურ შეტევებს. მკერდში ტკივილის სახით და მას მაშინვე სთავაზობენ პროფილაქტიკისათვის აბების მიღებას. ორგანიზმის დანგრევის პროცესს აჩქარებენ. ჩვენს ორგანიზმში ცირკულირებადი სისხლის 70% ძირითადად ქვედა კიდურებში ეშვება და თუ კი ფეხების კუნთები სუსტი და გაუვარჯიშებელია, მაშინ ეს პროცესი იწვევს ვენების გაფართოებასა და ტრომბოზს. თავად ტერმინში ვენების გაფართოება ჩადებულია პრობლემის არსი, ხდება სისხლძარღვების დაჭიმვა და მუსკულატურის შესუსტება. ერთხელაც ჩემთან მოსულ პაციენტს, რომელსაც წელის ტკივილი აწუხებდა, შემამჩნია რომ ფეხზე ვენების სპეციალური ეგრეთ წოდებული ჩულკი ეცვა. ჩემს კითხვაზე თუ რატომ ეცვა ისინი, მან მიპასუხა, რომ დიდხანს დგომისაგან ფეხები სტკიოდა და ექიმმა ურჩია ამ საშუალებისათვის მიემართა. მე კიდევ დავაზუსტე, ნუ თუ ექიმმა გირჩიათ, რომ მუდამ ატაროთ ისინი ზამთარ ზაფხულ სიცხეშიც და სიცივეშიც. კიდევ 1-40 წლის განმავლობაში მეთქი, პაციენტი 40 წლის გახლდათ. მან მაშინ გააცნობიერა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი და მიპასუხა, აბა როგორ მოვიხსე, მე მას ვურჩიე, რომ უჯობესი იყო ფეხის კუნთების ვარჯიში, ვიდრე ასეთი ჩულკის ტარება. ვინაიდან მათი დიდი ხნის ტარება იწვევს სისხლძარღვთა კუნთების ატროფიას და პრობლემა კიდევ უფრო მძიმდება. მათი ტარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ იძულებული ვართ დიდი ხნის განმავლობაში 2 საათზე მეტი გაუნძრევლად ვიჯდეთ, მაგალითად თვითმფრინავში და არა ყოველდღე მით უმეტეს თუ კი მოძრაობთ. როგორც კარდიოლოგები ამბობენ, ადამიანი მოხუცია იმდენად, რამდენადაც მოხუცია მისი სისხლძარღვები. კისრის ღრმა კუნთების სპასტიკას ასევე იწვევს არტერიული წნევის დარღვევას, ვინაიდან კისერში გადის ორგანიზმის ორი უდიდესი არტერია, საიდანაც ხდება თავის ტვინის ძირითადი ნაწილის სისხლით მომარაგება. კისრის კუნთების სპასტიკის დროს კუნთები ვენებს ავიწროებენ, არტერიას კი კუნთების შევიწროება არ შეუძლია, ვინაიდან კუნთებთან შედარებით მას გაცილებით ნაკლებად მკვრივი სტრუქტურა აქვს. ამის შედეგად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა ირღვევა, იზრდება შიდა ქალის წნევა და ტვინი ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს, ჰიპოქსია, რაც ზოგ შემთხვევაში ინსულტს იწვევს. ჟანგბადის უკმარისობის დროს კი ტვინი ენდოკრინულ სისტემას წნევის მომატების ბრძანებას აძლევს, რაც კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას. აღდგენითი მკურნალობის კათედრის ბაზაზე მედიცინის კანდიდატ შიშონინის მიერ პირველად იქნა შემუშავებული ცერვიკალგიის ტკივილები კისრის არეში ვერტებროგენური და ნევერტებროგენური გენეზის მკურნალობის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი. კორექცია ეს არის კისრის ღრმა კუნთებსა და მიმდებარე არტერიებზე ექიმის მიერ დოზირებული ზემოქმედება მკაცრად განსაზღვრული მეთოდის მიხედვით. მასაჟის ეს მეთოდი წარმოუდგენელი შედეგის მიღების საშუალებას იძლევა. მასაჟის რამდენიმე წუთის შემდეგ კისრის კუნთების სპაზმი იხსნება, რის შედეგადაც რეგულირდება სისხლის მიმოქცევა ტვინში. არტერიული წნევა, ქრება თავის ტკივილი, ყურებში შუილი, კისრის მოძრაობა ხდება გაცილებით ადვილი და მსუბუქი. ასეთი მასაჟით მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, რასაც თან უნდა ახლდეს ქვედა კიდურების სპეციალურ ტრენაჟორებზე ვარჯიში, პაციენტებს ეხმარება დიდი ხნით მოიშორონ მაღალი არტერიული წნევა, თავის ტკივილი, კისრის ოსტეოქონდროზი.
ქრონიკული შაკიკი და სხვა დაავადებები, რის შემდეგაც შეუძლიათ შიშის გარეშე სრულფასოვანი სიცოცხლით იცხოვრონ. მაღალი არტერიული წნევის ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, მკურნალობა უნდა იყოს შესაბამისი და არა დილით აბების მიღება. მოსკოვის გულსისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი ლეო ბაკერია თავის ინტერვიუში აღნიშნავდა, თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ დატვირთვას გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისათვის. მან მოიყვანა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი, სადაც გულსისხლძარღვთა დაავადებების რაოდენობა 17% დაიკლო მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა წონის დაკლების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ფიზიკურ ვარჯიშებსაც გულისხმობდა. სტენდირება და შუნტირება პრობლემის დროებითი გადაწყვეტაა და მისი თავიდანაცილება შესაძლებელია, თუკი ცხოვრების ჯანმრთელი წესით ვიცხოვრებთ. ესაა სწორი კვება, ორგანიზმის გაწმენდა, რაც მთავარია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა. მე მყავდა პაციენტები 4 ინფარქტისა და ინსულტის შემდეგ, რომლებიც შეტევის განმეორების შიში მცხოვრების სუსტი არსებებიდან გადაიქცნენ სრულიად ჯანმრთელ და ძლიერ ადამიანებად, რომელნიც მკურნალობის შემდეგ უკვე 10 წელია ჩვეულებრივად ცხოვრობენ და ეს ყველაფერი მხოლოდ დისციპლინისა და ფიზიკური ვარჯიშების წყალობით. ერთი პაციენტი 50 წლის ასაკში 2 ინფარქტის შემდეგ ჩვენს ცენტრში მოვიდა. ერთთვიანი კურსის შემდეგ ისეთ შედეგს მიაღწია, რომ საკუთარი ექიმი გაოცებული დატოვა, როცა პოლიკლინიკის კიბეებზე მეხუთე სართულამდე შეუჩერებლივ აერიბინა და შემდეგ ჩაერბინა. მაშინ როცა მეხუთე სართულზე ფეხით უბრალოდ ასვლა მისთვის თითქმის შეუძლებელი გამოწვევა იყო. წარმატებულობა, ჯანმრთელობა და ბედნიერება ეს შემთხვევითი მოვლენა არ არის, არამედ თქვენი ნების კანონზომიერება და აქ არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. ბუბნოვსკის ცენტრებში პაციენტების 50% უფროსი ასაკობრივი ჯგუფებისაა. დოქტორ ჩარლზ იუქსტერი 94 წლის ასაკში უხუცესი ბოდიბილდერი და ნიშბოსანია. დაკარგული ჯანმრთელობის დაბრუნების საკუთარი ექსპერიმენტი მან 60 წლის ასაკში დაიწყო. საკუთარი სხეულის სრული გადაკეთება შესაძლებელია. ათლეტური აღნაგობის სხეულის მფლობელად ნებისმიერი მსუქანი მოხუცი შესაძლოა იქცეს. ჩვენ ხშირად ერთმანეთში ვურევთ დაბერების პროცესსა და ავადმყოფობას, მაშინ როცა სიბერე შეიძლება იყოს ჟამრთელი. ავადმყოფობისათვის საერთოდ არ არის საჭირო სიბერე. კუნთების აღდგენა კი ნებისმიერ ასაკში მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშებით და არაბებით შეიძლება. არასდროსაა გვიანი თუნდაც ელემენტარული ვარჯიშების დაწყება. კვლევებმა დაადგინა, რომ ფიზიკურად აქტიური ადამიანები ნაკლებად არიან კიბოთი დაავადებულნი, ან აქვთ უფრო მეტი შანსი მასთან გამკლავების. კიბოს ამერიკული საზოგადოება სპორტით დაკავებას მკურნალობის საუკეთესო საშუალებად თვლის. სერგეი ბუბნოვსკი ვლადიკავკაზში კინეზითერაპიის სამედიცინო აკადემიაში თავის ლექციაზე 2011 წელს ამბობდა, რომ ყველა ის ცენტრი, რომელიც მისი ლიცენზიითა და მეთოდიკით მუშაობს, ვერ არის ერთნაირად წარმატებული და ამას ლოგიკური ახსნაც აქვს. ვინაიდან ისეთი რთული მეთოდიკის შესასწავლად, რომლის შემუშავებისათვის ბუბნოვსკის 30 წელი დასჭირდა, 1-2 კვირის სტაჟირება საკმარისი არ არის. ამასთან მსგავს სტაჟირებას უმეტესად არც კი გადიან საკოლნიკოში არსებულ მთავარ ცენტრში, ბუბნოვსკის პირადი ხელმძღვანელობით, რაც ასევე აისახება მის ხარისხზე. ამიტომაც ზოგიერთი ცენტრი, რომელიც მისი სახელით მუშაობს, ვერ უძლებს კონკურენციას და იხურება. ყველაზე სრულყოფილ მეთოდიკასაც კი მუდმივი კორექტირება და დახვეწა სჭირდება, მაგრამ განა ეს შესაძლებელია მაშინ, როცა მეთოდიკის ავტორი ათასობით კილომეტრით არის დაშორებული. როდესაც მე ბუბნოვსკის ცენტრში ვმუშავდი, მისი მეთოდიკის ბაზაზე საკუთარი მეთოდიკა შევიმუშავე, რომელიც ხშირ შემთხვევაში უკეთეს შედეგსაც კი იძლეოდა. ადრე თითქმის ყოველთვის VIP პაციენტებს ბუბნოვსკი პირადად უდგენდა პროგრამას, მაგრამ როცა მე ვმუშაობდი ლეონიდ იარმოლიკთან, თეატრისა და კინოს მსახიობთან, მიხაილ ტურეცკისთან, ანსამბლ ხორ ტურეცკავას ხელმძღვანელთან, ისინი ხუმრობდნენ, რომ ბუბნოვსკის არ ეტყოდნენ, ოღონდაც კი მე მათთან საკუთარი პროგრამით მემუშავა. უნდა გვესმოდეს, რომ ბუბნოვსკის ცენტრი უპირველეს ყოვლისა ლამაზად შეფუთული ბრენდია, მაგრამ რა არის ამ შეფუთვაში? როგორც თავად ბუბნოვსკი ამბობს, ცუდი ხელებით მხოლოდ ზიანის მიყენებაა შესაძლებელი, მაგრამ თუ კი ავადმყოფობის ბუნებას იცნობ, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ტრენაჟორებზე მუშაობთ, ან გაქვთ თუ არა ისინი საერთოდ. ბევრ ინტერვიუში ბუბნოვსკი ყვება თუ როგორ ახდენდა იგი პარიზ-დაქარის რალის მიმდინარეობისას ხერხემლის კომპრესიულ მოტეხილობებით დაშავებული პილოტების რეაბილიტაციას უდაბნოში და მასაჟისას ყინულის ნაცვლად გაყინულ პელმენებს იყენებდა. არსებობს უამრავი ცენტრები და მეთოდები, მაგრამ მათი საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი მხოლოდ ერთია: სრული განკურნება და არა დროებითი გათავისუფლება ტკივილებისაგან და სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნება, ტკივილისაგან და წამლებისაგან თავისუფალი ცხოვრება. ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ჩვენმა ცენტრმა მიაღწია მაღალ შედეგებს და დაიმსახურა საპატიო წოდება მედიცინის სიამაყე, საქართველოს ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სამედიცინო მომსახურების ხარისხიანად გაწევაში. თბილისის მასშტაბით მიიღო საპატიო მესამე ადგილი, ასევე შევიდა ასეულში საქართველოს მასშტაბით და მიიღო მე-9 ადგილი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით კონკურსის ჩამტარებლებს.
ცნობისთვის, ადრეულ ასაკში სკოლიოზისა და კიფოზის გამოსავლენად და პროფილაქტიკის მიზნით, ჩვენ სარეაბილიტაციო ცენტრში 4-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოდ ვიძლევით რეკომენდაციებს და ჩუქნით დისკს, სადაც ჩაწერილია სპეციალური ვარჯიშების ახლის პირობებში. ასევე, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 4 შვილი და მეტი გვაქვს უფასო მკურნალობის აქცია ერთი ბავშვისათვის.